Მაგზად გამოშვებას. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რეგიონებში განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. როგორია მცირე მეწარმეიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შედეგები. რეგიონებში განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეცნობა. უწყება პირველ ეტაპზე მარნეულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შეუფერხებლად განხორციელებისთვის მობილიზებული საჭირო ტექნიკა მინისტრმა პირადად დაათვალიერა. ოთარ დანელია სარწყავის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესსაც გაეცნო. ადგილზე გავეცანით მდგომარეობას. ყველაფერი მიდის შეფერხების გარეშე, არანაირ პრობლემას არ ველოდებით არც ერთი მიმართულებით, ასევე მოვინახულეთ, როგორც ხედავთ, ის საწარმოები, რომელიც დავაფინანსეთ შეღავათიანი აგროკრედიტის ნაწილში, ძალიან სასიამოვნოდ გაოცებულები ვართ იმ შედეგებით, რომელიც უკვე სახეზეა. მინისტრმა საგაზაფხულო სამეურნეო სამუშაოები ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორთან ერთად მოინახულა. მან შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ღორის ხორცის გადამამუშავებელი საწარმო, სასათბურე მეურნეობა და მესაქონლეობის ფერმაც დაათვალიერა. მინისტრმა მთლიანად მთელ აქტივს გააცნო ის პროექტები, რომელზეც მუშაობს სამინისტრო, ამის გარდა მთლიანად ძალიან აქტიური იყო და ინტერაქტიული იყო ეს შეხვედრა დღეს. ზალების ხელშეწყობით შეღავათიანი სესხი ავიღეთ 1%-ში და ავაშენეთ მეორე სათბური. გასულ წელს ერთი უკვე ავამუშავეთ. რა თქმა უნდა, თუ მომავალშიც მთავრობა გაგვიწევს დახმარებას, თუ იქნება ასეთი კრედიტები, შესაძლებელია კიდევ ახალი ობიექტი ავაშენოთ. ჩვენ გარკვეულ პერიოდში 2012 წლის ბოლოს დავდექით პრობლემის წინაშე. გამდენ იქნა რომ სასაკლაო შენობა აშენებული ქონდა და არ ქონდა დანადგარები. აქ ამ დროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეიქმნა ფონდი, რომელმაც მოგცა $600,000 დაბალპროცენტიანი სესხი. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით მოსახლეობა კმაყოფილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახელმწიფოს ინიციატივამ ახალი სათბურის მშენებლობა გადააწყვეტინა. ცოტა ხნის წინ დავიწყეთ სათბურების მშენებლობა. იდეა ჩვენი იყო, მაგრამ დიდი ხელშეწყობა ჰქონდა სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. დაგვეხმარნენ დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემით. ამან ჩვენი განწყობა აამაღლა. შეიქმნა სამუშაო ადგილები. დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. 40 ადამიანი ერთ სათბურში, 40 მეორეში. ყოველი მათგანი 500-600 ლარის ანაზღაურებას იღებს და ამით საკუთარ ოჯახებს არჩენენ. ეს მნიშვნელოვანი საქმეა სოფლის მეურნეობისთვის. შეხვედრა ადგილობრივებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. საუბრისას ოთარ დანელიამ ყურადღება მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ყველა რეგიონში გაიმართება. მომდევნო ეტაპზე კი უწყება სავარაუდოდ სამცხე-ჯავახეთს ესტუმრება.